მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ვაგრძელებ ვიდეოს ჩაწერას ქსოვაში, ქსოვის გაკვეთილები. გრძელდება. ძალიან ბევრი წერილები შემოვიდა, თუ როგორ კეთდება ვერტიკალური ჭრილი, ჰორიზონტალური ჭრილი, პეტლი, მხრის ამოჭრა, საყელოს გამოყვანა. აი ესეთი საკითხები, გოფრეს გაკეთება. ეს ყველაფერი აინტერესებთ ჩემს გამომწერებს. დღეს მინდა გაჩვენოთ ვერტიკალური ჭრილი ნაქსოვზე, როგორც კეთდება. ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება 3 ჩხირი. ეხლავე აი ესეთი დამატებითი ჩხირი მოვიტანე, ახლა ზუსტად ამ სისქეს ვერ ვნახე ამ სისქე. ეს სადღაც არის 1.5 ზომა, შეიძლება 1 ზომაც. და ყაისნაღი მოვიტანე მესამე ჩხირი, როგორც ასეთი დამატებითი ჩხირი. ესე იგი, ჩვენ დღეს რას ვსწავლობთ? ვერტიკალური ჭრილის გაკეთებას. ვნახოთ ახლა. თქვენც მოიმარჯვეთ ესეთი ჩხირები, ძაფი და მესამე დამატებითი ჩხირიც. ვერტიკალური ჭრილის გაკეთება რა შემთხვევაში დაგჭირდებათ? ქვედაკაბის დროს, მხრის გამოყვანის დროს, პეტლების გამოყვანის დროს, საყელოს გამოყვანის დროს, გულის გამოყვანის დროს, აგრეთვე პულავერი გვერდებში რომ იყოს ჩაჭრილი. აი ამ დროს. ესე იგი, ავკრიფავთ, რამდენი თვალი ავკრიფოთ? ავკრიფოთ დაუშვათ 15 თვალი. არა, 16 თვალი ავკრიფოთ, იმიტომ რომ პირველი და ბოლო თვალი არ ითვლება. და იყოს 20 თვალი. პატარას ვაკეთებ, პატარა ნიმუშს. შეიძლება თქვენ უფრო გინდათ დიდი ნიმუში, მაგალითად ჟაკეტის მოქსოვა, ქვედაკაბის მოქსოვა, მაგრამ იმას სჭირდება დრო, ჩემო კარგებო. თქვენ რომ გაჩვენოთ, ამისათვის მე ქვედაკაბა უნდა მოვხსოვო. ამიტომ პატარა ნიმუშს გაჩვენებთ და ამ ნიმუშზე გავაკეთოთ ვერტიკალური ჭრილიც და ჰორიზონტალური ჭრილიც. ჯერ ვერტიკალურ ჭრილს გაჩვენებთ. დავითვალოთ ახლა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. ამოვიდა 20 თვალი, ხო? 20 თვალი. კიდევ ერთხელ გადავითვალო. მე მიყვარს საერთოდ აი ზუსტად თვლების დათვლა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. ერთი ზედმეტია. განსაკუთრებით, როცა სქემით ვხსოვ, აი მაგალითად აჟურულ ქსოვას, იმას სჭირდება ზუსტად თვლა. ზუსტად ერთი ერთში. პირველი რიგი მოვხსოვოთ უკუღმა თვლები. პირველი რიგი ცოტაღა დამრჩა და რაც უფრო ბევრს გსოვთ, უფრო მალე მოგსოვთ. ქსოვა უნდა იყოს სიამოვნება, კი არ უნდა დაგძაბოთ და კი არ უნდა დაგხალოთ. თუ დაუშვათ მხედველობა დაგეხლებათ, შეისვენეთ, დაატანთ თავს ძალას, მხედველობა არ გაიფუჭოთ. მეორე რიგი, წაღმა თვლები. სანამ მეორე რიგს ვხსოვ, ცოტა ხანს გამოვთავ და ჩაგერთვებით ცოტა ხანში. აბა რა შვებით, მოგსოვეთ ორი რიგი? აქეთკენ წაღმა,
აქეთკენ უგუღმა. კიდევ ერთი რიგი მოვგზავნოთ. არა, მარტო ერთი რიგი არა. მოდით მოვგზავნოთ 3 რიგი. მოვგზავნოთ 3 რიგი. მოვგზავნეთ კიდევ ერთი რიგი. მოდი კიდე მივუმატოთ. მეც მივუმატებ 2 რიგს და თქვენც მივუმატეთ კიდევ 2 რიგი. მინდა რომ ცოტა გაიზარდოს აი ეს. ცოტა მაღალი გახდეს. ხო? მაღალი გახდეს, რომ მე უნდა დავიწყოთ ჩვენ გაყოფა. ამ ნაკსოების ნაწილი აქეთ, ნაწილი აქეთ და ნაპრალი უნდა გავაკეთოთ. გააკეთეთ კიდევ მოგსოვეთ 1 2 3 რიგი მოგსოვეთ. აი ნახეთ. მოვგზოვე აი ესეთნაირად. წაღმა მხარეა ეს. ეს უგუღმა მხარე. ეს წაღმა. ეხლა ჩვენ უნდა ავდგეთ და შუაზე უნდა გავყოთ ეს თვლები. აქ არის 20 თვალი, ხო გახსოვთ? ჯერ ასე მოვიქცეთ. 10 თვალი აქეთ, 10 თვალი აქეთ. ამაზე დავდოვოთ. 1 უბრალოდ 1 2 3 4 5 პირველი თვალი განაპირა თვალი იყო და ნუ ესეც ითვლება სათვალავში 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10 ხო? აი ესე. მოდით გადავიტანოთ ახლა ეს ამ ჩხირზე გადავიტანოთ. ანდა შეგვიძლია ასე გავაკეთოთ, ნახეთ. ეს გადავიტანოთ, ეს მხარე გადავიტანოთ ჯერ ეს მხარე გადავიტანოთ ამ ჩხირზე. ესე. რა კარგი რამე გამახსენდა. მოვიტან ახლა მე დიდი ბულავკა მაქვს. აი ესეთი დიდი ბულავკა და იმაზე გადავიტან თვლებს. აი ესეთი ბულავკა მაქვს და ამაზე გადავიტან ახლა ამ თვლებს. ამ ბულავკაზე. თქვენს გექნებათ რაღაცა დიდი ბულავკა ანდა ჩხირი, წვრილი ჩხირი. ესე და შევკრავ ამას. ესე. რომ არ გამექცეს თვლები. ხო ხვდებით? ეხლა ნახეთ რა ვშვები. ეს მეორე ჩხირი განთავისუფლდა. და ნახეთ ეს აქეთ არის და ეხლა ვგსოვ აი ამ მხარეს. ჩვეულებრივად მოვგზავნთ სიმაღლეში. შემოვატრიალე და ისევ ვგზავ. ოღონდ უნდა დავიმახსოვროთ, რამდენი რიგი უნდა მოიგზავნოს. იმიტომ რომ მე რომ არ გამოვიდეს ერთი გრძელი
ერთი მაღალი და მეორე კიდე დაბალი, ხო ხვდებით? ორივე უნდა იყოს თანაბარი. აქეთაც სიმაღლე და აქეთაც სიმაღლე. მეორე რიგს ვგზავ. ასეთნაირად უნდა მოვგზავო ეხლა მე 5 რიგი ან 6. თქვენც მოგგზავნეთ 6 რიგი. მეორე რიგი მოვგზავნე. თან დაიმახსოვრეთ. თუ ვერ იმახსოვრებთ, ჩაიწერეთ. შემოვატრიალე. მესამე რიგი. გავთიშავ და მე-4-ს და მე-5 რიგს რომ მოვგზავ, შემოგიერთდებით. აი ნახეთ, რამ სიმაღლე მოვგზავე. აი, ერთი წამით ესე გაჩვენებთ. აი, ეს ნაწილი, ეს ნახევარი ამ დიდ ბულავგაზე მაქვს გადატანილი. და ეს კი მოვგზავე რამდენიმე რიგი. რამდენი რიგი მოვგზავე ახლა მე? მაინც დამეკარგა სათვალავი, მაინც არ ჩავიწერე და იმიტომ. ესე იგი, მე მომიმატებია თურმე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 რიგი. 10 რიგი მომიგზავია. აი ჩემო კარგებო. ეხლა ჩვენ ასეთნაირად უნდა მოვიქცეთ. ეხლა ეს მხარეც უნდა მოვგზავნოთ. ეხლა როგორ და რანაირად? ჩვენ უნდა გადავიტანოთ აი ეს თვლები ამ ჩხირზე. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ ასეთნაირად. ავგრიფავ ეხლა ამაზე. აი, ავგრიფე ეს თვლები ამ მეორე ჩხირზე. შემოვატრიალოთ. ნახეთ ეხლა. ჩვენ ეხლა აქ უნდა გავაგრძელოთ ქსოვა. აი ამაზე უნდა გავაგრძელოთ ქსოვა, მაგრამ როგორ და რანაირად? პირდაპირ ესევე კი არ გავაგრძელებთ. არამედ აი აქ ცოტა დავტოვებთ ძაბს და ისე გავაგრძელებთ. აი ესე. მორჩა, გაგრძელდა. მოვგზავნთ ჩვენ 10 რიგს. ისე როგორც აი ამ ცალმხარეს. მეორე რიგი. აბა როგორ მიდის თქვენთან საქმე? გადაიტანეთ მეორე ჩხირზე. მე მეორე მხარეს ვგზავ უკვე. ეს არის მეორე რიგი. ესე იგი, ჩვენ რას ვგზავნთ, ჩემო კარგებო, შეგახსენებთ. ნაქსოვში პეტლისთვის ნაპრალი. ან შეიძლება აი ეს მეთოდი თქვენ დაგჭირდეთ, მაგალითად ჩახსნილი ქვედაკაბა, გვერდებში ჩახსნილი, ან უკან ჩახსნილი. ან გულზე ჩახსნილი. შემდეგი ვიდეო ჩაიწერება ჰორიზონტალურ ნაპრალზე.
თუ როგორ იქსოვება ჰორიზონტალური ნაპრალი. ჰორიზონტალური ნაპრალი უფრო ადვილია. ასე რომ გამოიწერეთ ქსოვის არხი. ეს ქსოვის არხიც არ არის. ხანდახან ვდებ ხოლმე ვიდეოებს, მაგალითად კულინარიულ საკითხებზე. ეს არის ჩემი ბლოგი, ასე ვთქვათ. სხვადასხვა ვიდეოებს ვდებ, მათ შორის უფრო მეტი მაქვს ქსოვის ვიდეოები. მოკლედ მე ახლა ესე მოვხსოვ რამდენიმე რიგს და შემოგიერთდებით, როცა გავუტოლდები აი ამ ნახევარს, როცა უკვე მოვხსოვ აი 10 რიგს. თქვენც მოგხსოვეთ მიუმატეთ 10 რიგი და როცა გაუთანაბრდებით სიმაღლეში ეს და ეს როცა გათანაბრდება, მერე ჩავთავ და გავაგრძელოთ ვიდეოს ჩაწერა. აი ესე შემოკარგებო, გავუთანაბრდი, როგორც ხედავთ. აი ესე ეხლა მე ეს უნდა გავაერთიანო. თუ გინდათ ცალკე იყოს, თუ გინდათ ცალ-ცალკე იყოს, გააჩნია რას გსოვთ. ეს არის მოდელი, გესმით? მე თქვენ გასწავლეთ თუ როგორ იქსოვება ვერტიკალური ჭრილი. ანუ შეიძლება ეს ცალკე ნაჭერი იყოს, შეიძლება ეს ცალკე ნაჭერი იყოს. ხვდებით? და ამიტომ ეხლა უნდა გადავაერთიანო ეს ორი ნაჭერი. ესე აი, გავაერთიანე. ნუ ასეთნაირად თქვენ შეგიძლიათ უფრო პეტლი მოგხსოვოთ. გამოვიდა პეტლი, ღილის პეტლი. აი ნახეთ. აი ესე გამოვიდა ეს ვერტიკალური, ასე ვთქვათ, ნაპრალი, ვერტიკალური, ანუ პეტლისთვის, ღილის პეტლისთვის. მოხდებით ჟაკეტზე ან და დავუშვათ ქვედაკაბა, კიდევ გიმეორებთ ქვედაკაბა, შეგიძლიათ გვერდებში ჩაჭრილი რო იყოს. მოკლედ ასე იქსოვება. ერთი ნაწილი ცალკე აი ეს მოვხსოვეთ, მეორე ნაწილი ცალკე მოვხსოვეთ და მერე შევაერთეთ ჩვენ ეს ორი ნაწილი, 1 და 2. ჩემო მეგობრებო, ჩვენი ვიდეო მიუახლოვდა დასასრულს. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემს არხზე და მიყურეთ თავიდან ბოლომდე და დიდი მადლობა, ვინც ჩემთან ერთად გსოვდით აი ამ რაღაცა პატარა ნიმუშს. მომავალ შეხვედრამდე. შემდეგი ვიდეო დაეთმობა ჰორიზონტალურ ნაპრალს, ჰორიზონტალურს. მომავალ შეხვედრამდე. გამოიწერეთ ქსოვის არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე.